მხარდაჭერა გამოვუცხადო პერსონალურად, მაგრამ ეს საქმე მხოლოდ ერთ ადამიანს პერსონალურად არ ეხება. თქვენ სწორად აღნიშნეთ, ვეთანხმები უფრო სწორად თქვენ კითხვაში არსებულ შეფასებას, რომ ნამდვილად პრეცედენტულია, იმიტომ რომ Facebook სტატუსის გამო უკვე ციხეში გაშვებული ადამიანიც ვიხილეთ. პირდაპირ მნიშვნელობით, გადატანითი მნიშვნელობით კი არა, პირდაპირ მნიშვნელობით Facebook-ზე გამოქვეყნებული სტატუსის გამო ადამიანი ციხეში ჩასვა დღეს ოცნების ხელისუფლებამ, რომელიც 2012 წელს ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპით მოვიდა ხელისუფლებაში. ეხლა რატო არის ეს პრეცედენტული და რას გამოხატავს? სინამდვილეში ეს გამოხატავს ცენზურას. და ეს არ არის ანაპირველი შემთხვევა, როდესაც ცენზურას ვუყურებთ თანამედროვე საქართველოში 21 საუკუნეში. ყავს ესე იგი ადამიანი, ჟურნალისტი რომც არ იყოს, მაგრამ ჟურნალისტი ადამიანი, რომელიც ციხეში ზის უკვე Facebook-ზე დაწერილი პოსტის გამო, ჩვენ ვიხილეთ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის არაერთი გადაწყვეტილება უკვე რომელი გადაწყვეტილებებითაც მედიები დაჯარიმდნენ თქვენი კოლეგების, ჟურნალისტების მიერ გამოყენებული ისეთი სიტყვებისთვის და ტერმინებისთვის, რაღაც უხამსობისთვისაც კი არა, არამედ ისეთი ტერმინებისთვის და ისეთი სიტყვების გამოყენებისთვის, როგორიც არის ოლიგარქი, როგორიც არის ოცნების პრემიერ-მინისტრი. არ მინდა რამე გამოგჩეს, ანუ აბსურდულობის ხარისხი უკვე ისეთი მაღალია, რომ დაუჯერებელ რეალობაში ვცხოვრობთ. ესე იგი, მედია საშუალებას აჯარიმებდა, იმიტომ რომ მედიის წარმომადგენელმა ჟურნალისტმა რაღაცის გაშუქებისას გამოიყენა სიტყვა ოლიგარქი. ანუ აი ეს დაუჯერებელი რეალობა უკვე ჩვენი რეალობა, ანუ უკვე ამ დაუჯერებელ ამბავში ვცხოვრობთ. და ამისი გამოხატულება თუნდაც დღეს ამ შემთხვევაში ვახო სანაიას დაკავება. ნუ დღეს ვახოა, ხვალ სხვა იქნება, ხო? საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი არის ამ ეგრეთ წოდებული პერსონიფიცირებული სამართლის აღსრულება და ეს პერსონიფიცირებული სამართალი ნიშნავს იმას, რომ დღეს ოცნებას მიღებული აქვს საქართველოში კანონები, რომლითაც ერთი მხრივ ანა ჩაგრავს და ცდილობს აღკვეთოს ქვეყანაში განსხვავებული კრიტიკული აზრი და პერსონიფიცირებული კანონების სხვა მაგალითებია, საპირისპირო მაგალითებია, როდესაც პრივილეგიებს იძენენ კონკრეტული ჯგუფები. რაც შეეხება ჩემი მეგობრების და თანამებრძოლების და კოლეგების მიერ მოყვანილ მაგალითებს, აბსოლუტურად ვეთანხმები და გავიმეორებ, ჩვენ რამდენიმე კვირის წინ 26 ივნისს ვიხილეთ პირდაპირ ეთერში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გენერალური პროკურორის, შინაგან საქმეთა მინისტრის, ჟურნალისტების და საზოგადოების თვალწინ ვიხილეთ ჯგუფური ორგანიზებული თავდასხმა ჩვენს კოლეგებზე, პარლამენტის წევრებზე, დამნაშავეებიც ვიცით ვინ არიან, თითოეული ადამიანი, არავინ დამალული გამოსაკვლევიც კი არაფერია, მაგრამ ამ ადამიანებზე შალვა პაპუაშვილი, მამუკა მდინარაძე, სქროლოვა სქრინვის სამმართველოს მამუკა მდინარაძე და სხვანი გამოდიან და ამბობენ, რომ ნუ რაშუაშიაო საერთოდ დანაშაულს ადგილი არ ქონდესო. როგორც ეს მამუკა მდინარაძე მოიწინა რაღაცნაირად დიდი ხანი არ დაუწინაურებიათ და რაღაცა ფუნქცია და რაღაცა კაცად რო იგრძნოს თავი ამ სქროლოვა სქრინვის სამმართველოს აგერ უკვე ადამიანი დააჭერინეს 12 დღე აქვს, ხო, როგორც თუ 14 დღე ციხეში გაუშვეს. ეს არის ისეთი რაღაცა ტრაგიკომედიად იქცა ჩვენი ყოველდღიურობა და ისე ყოველდღიურად მძიმდება ეს რეალობა, რომ ზოგჯერ მე პირადადაც კი დაწევა მიჭირს. ანა, ფართო კონტექსტზე ლაპარაკობდა დღეს ოცნება, სხვათა შორის იგივე დეპუტატი მაჭავარიანი ის ახსენებდა რაღაც ძალადობებს, წესების დაცვა. მოძალადე მაჭავარიანი. შემდეგ ამტკიცებდა, რომ ყველაფერი კარგად იქნება თუ ყველა ასე მოიქცევა, მაგრამ აი რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ მუდმივად მოხდეს იმ ფაქტების შეხსენება, რომელთან დაკავშირებითაც პასუხგაცემული, ასე ვთქვათ, კითხვები ჩვენ არ გვაქვს ამ დრომდე, ხომ? თქვენ რამდენიმე მათგანი ახსენეთ, მაგრამ როდესაც ოცნება ლაპარაკობს იმაზე, რომ ყველამ უნდა დაიცვას კანონი და ყველაფერი კარგად იქნება, ეს შესაძლოა თქვა და ის სხვაგვარ სურათში ლოგიკურიც ყოფილიყო, მაგრამ როდესაც კითხვები თავად ხელისუფლების მიმართ არსებობს და მისი საგამოძიებო უწყებების მიმართ შერჩევით სამართალთან დაკავშირებით, ასეთ შემთხვევაში რაზე აქცენტია საჭირო და რისი შეხსენება არის საჭირო საზოგადოებისთვის, თორე დარწმუნებული ვარ ყველა ამ ადამიანმა გადასარევად იცის, რას რა პასუხი სჭირდება. ჩვენ კარგად გვახსოვს, რა თქმა უნდა.
აი მაგალითად ბატონი მაჭავარიანი ახლა რომ ამდენს ბედავს და აქეთ ლაპარაკობს აი ესე რომ თურმე მოძალადები უნდა დაისაჯონ, ლევან მაჭავარიანი არის მოძალადე. ლევან მაჭავარიანმა ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული პირდაპირ ეთერში ორგანიზებული თავდასხმა სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობის პირზე, მის კოლეგებთან ერთად გორდულაძე, მაჭავარიანი, სპორტსმენები, ტალახაძე, ის მეორე კიდე გორელი დამავიწყდა გვარი, ანუ ჯგუფური ორგანიზებული დანაშაული გენო პეტრიაშვილი, ჯგუფური ორგანიზებული დანაშაულები ჩაიდინეს, ლევან მაჭავარიანი არის მოძალადე და მის მიერ ჩადენილი დანაშაულს აქვს 30 წლიანი ხანდაზმულობის ვადა. ლევან მაჭავარიანმა ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ 30 წელი ხელისუფლებაში მისი ფავორიტი პარტია არ იქნება, ფიზიკურად არის შეუძლებელი და ეს ხელისუფლება აუცილებლად დღეს არ შეიცვლება, ხვალ შეიცვლება, ზეგ ხო შეიცვლება. უტრირებას ვახდენ, ხო ცხადია. და შესაბამისად მას აქვს ჩადენილი ისეთი დანაშაული, რომელიც 30 წლის შემდეგაც დანაშაულად იქნება მიჩნეული, მისი ქმედება 20 წლის მერაც, 25 წლის შემდეგაც. ეს უბრალოდ მაჭავარიანებს რომ გავახსენო, ანუ ბოდიშს ვიხდი მაყურებელთან არჩილ გორდულაძეებს რომ გავახსენო. ეხლა რატო არის მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის პროპაგანდა ანა? სამწუხაროდ ჩვენ ისე ვიტყვით თუ ასე ვიტყვით, სამწუხაროდ ოცნება ახერხებს ერთი მხრივ კრიტიკული მედიის და განსხვავებული აზრის დახშობით და მოგუდვით და მეორე მხრივ ძალიან დიდ ფულს ხარჯავს თავად პროპაგანდაზე, როგორც სატელევიზიო პროპაგანდაზე, ისე ამ რაღაცა ეგრეთ წოდებული ექსპერტების მეშვეობით, სუსის მეშვეობით და სხვადასხვანაირი პროპაგანდისტული მეთოდების გამოყენებით. როდესაც აი მოძალადე დამნაშავე, სისხლის სამართლის დამნაშავე მაჭავარიანი გამოდის და აი ამას ბედავს, მაჭავარიანს აუცილებლად გვერდზე უნდა დაუდოთ, რომ თავად არის დამნაშავე და საზოგადოებას გავახსენოთ, რომ არათუ სამართლებრივი, მორალური და პოლიტიკური უფლებაც კი არ აქვს. ამ შემთხვევაში მაჭავარიანი ინსტრუმენტია, ხო, არაფერს არ წარმოადგენს, მაგრამ ესე თქვა სიტყვა მოიტანა, იმიტომ რომ თვითონ გააკეთა ეს სამარცხვინო განცხადება, რომ მაჭავარიანი თავად არის მოძალადე და ამ მოძალადეებს მორალური და პოლიტიკური უფლებაც კი არ აქვთ. ილაპარაკონ მაგალითად პირობითად ადამიანს, რომელმაც Facebook-ზე რაღაც დაწერა. უფრო მეცაც გეტყვით ანა. კი, აბა რას გეტყვით და უცხოშორის დღეს ბევრმა რესპონდენტმა გაიხსენა აი სატელეფონო გინებები, მთელი კასკადის სერია, ოჯახის წევრები, ხა თინა ბავშვებზე ლაპარაკობდა შეთანხმების წინ და ამბობდა რომ მისი 80 წლის დედას დაურეკეს და ის წარმოუდგენელი დედა ჩემსაც დაურეკეს. არც ისე დიდი ხნის წინ იყო ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ამის შედეგი რა არის, ხო? რა გავიგეთ ჩვენ იყო დაორგანიზებული სასწაული კამპანია, ხო? ვერ გავიგეთ. აქედან რა არა, ცალსახად დაორგანიზებული იყო ხელისუფლების მხრიდან, იმიტომ რომ ანა შეუძლებელია უსაფრთხოების სამსახურების დადგენას ფაქტების. დიახ, კი ბატონო, ხო გესმის, გულისხმობ, მაგრამ საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ შეუძლებელია უსაფრთხოების სამსახურების ინფორმაციის გარეშე ვიღაცა ფიზიკური კერძო პირისთვის ცნობილი გამხდარი იყო, მაინც და მაინც აი ანა ბუჩუკურის დედის ნომერი ეს არის და დაურეკე ახლა ანა ბუჩუკურის დედას ღამის პირველ საათზე და შეაშინე რომ ანას რაღაც უბედურება დაემართება. ხო, ნუ ზუსტად იცოდნენ, ვის ურეკავდნენ, სად რეკავდნენ. ეს არის სენსიტიური პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც უდომაც აქვს მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს. რა თქმა უნდა, ეს იყო ოცნების ხელისუფლების მიერ დაორგანიზებული ტერორი განსხვავებული აზრის ადამიანების, ოჯახის წევრების, მშობლების და შვილების, მათ შორის წინააღმდეგ. ეს ერთი. იგივე რომ გავიხსენოთ გიორგი გახარიაზე თავდასხმა ბათუმში, ესეც ხომ საჯარო კადრები იყო და თვითონ მოძალადე დამნაშავეები ტრაბახობენ ამ თავდასხმებით. გახარიაც რომ გვერდზე გადავდოთ, რამდენი ასეთი თავდასხმა განხორციელდა, ხო? პოლიტიკურ ლიდერებზე თუ არაპოლიტიკურ ლიდერებზე. ანუ მასიურად მოძალადე დამნაშავე ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გამთელავი ხელისუფალი ერთი მხრივ რომ აკეთებს იმას, რომ ჟურნალის, არ ვიცი, ფიზიკურ პირს Facebook-ზე რაღაცა პოსტის გამო რომ ციხეში სვამს, ეს არის
ეს პროპაგანდა არის უბრალოდ მოსასპობი. ამიტომ არის მნიშვნელოვანი თქვენ აბსოლუტურად მოყვებით მაგ ლოგიკაში, თქვენი კითხვის ლოგიკას აბსოლუტურად მივყვები, რომ დიახ, ყველა ჯერზე ამ მოძალადეებს უნდა გავახსენოთ საკუთარი დანაშაულები ერთი მხრივ და მეორე მხრივ ჩვენ საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რომ ეს ხალხი თავად არის მოძალადე, ის კი არა რომ Facebook-ზე რაღაცა დაპოსტა, თუნდაც უხამსი, რა მნიშვნელობა აქვს? არამედ ფიზიკურად ადამიანების სიცოცხლეს ფიზიკურად ეხებიან, საფრთხის ქვეშ აგდებენ ადამიანების სიცოცხლეს და არა მხოლოდ პოლიტიკოსების, ხომ ასეა, ჟურნალისტები ვნახეთ. მე ვითომ ამერიკის დელეგაციის დასანახოთ 5 კაცი რო დააკავეს, მხოლოდ რა, რისი თქმა უნდათ, რომ მხოლოდ 5 კაცმა სცემა 200 და 300 ადამიანი რუსთაველის გამზირზე, ეს ხო აბსურდია. ხო, კონკრეტული საქმეების გავიხსენეთ, ხო, კაცარავას საქმე მხოლოდ რა დღის ანა და წინა ეთერში ვიხსენებდი ხაბეიშვილის საქმეს, ორი პირზეა საუბარი მის შემთხვევაში და უბრალოდ ახლა გია ჯაფარიძე კიდე რამდენი ახსოვს როგორ გამოიყურებოდა ეს კონკრეტული პოლიტიკოსი, ალბათ დაუჯერებელია რომ ამ მთელ სამ პროცესში ორი პირი იღებდა მონაწილეობას. რა თქმა უნდა, მაგრამ აი ელენე ხოშტარი 4 შვილის დედა ფლომასტერით რაღაცის დაჯღაბნისთვის ციხეში ჩასვეს, ეს მოძალადეები ყველა თავისუფალია, მაჭავარიანი, დამნაშავე, კრიმინალი მაჭავარიანი და გორდულაძეები და ტალახაძეები და ვინც პირდაპირ ეთერში დანაშაული ჩაიდინეს დათარე კიდევ აქეთ რაღაცა მორალური პედესტალიდან ბედავენ ლაპარაკს რომ თურმე აი რა ცუდია დანაშაულის ჩადენა თავად მოძალადე დამნაშავეები. მადლობა. ამიტომ აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ აბსოლუტურად ყველა ჯერზე ყველა აი ამ ტყუილი პროპაგანდის წინააღმდეგ გასახსენებელია კადრები, ძიმე, მაგრამ მაინც კადრები, კონკრეტული ფაქტები და თვითონ ამ დამნაშავეებს უნდა შევახსენოთ, რომ თქვენ ხართ მოძალადე კრიმინალები და თქვენ მიერ ჩადენილ დანაშაულს ხანტაზმულობის ვადა აქვს. ძვირფასებო და დადგება ეს დრო აუცილებლად. დიდი მადლობა ანა. მადლობა ანა თქვენ. დაგემშვიდობები ანა ბუჩუკური საუბრობდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში 5 საათზე უკვე ახალი ამბების დრო არის TV პირველზე ჩვენ კიდევ შევხვდებით დღეს 6 საათზე.